ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალური განცხადებით ეხმაურება. Მათი თქმით, ეს ნათლად მიუთითებს, რომ ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. Როგორც განცხადებაში ახასგასმული, ეს არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფის პრობლემა. Მათი თქმით, ეს არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის. დღეს 60-ზე მეტი ადამიანის სინდისის პატიმარია. სასამართლოები, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული დევნა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა. ივანიშვილმა აირჩია ძალაუფლების შენარჩუნება დიქტატურის გზით და ყოველდღე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს არ არის ერთი ჯგუფის პრობლემა, ეს არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის. ხვალ ნებისმიერი შეიძლება თავად გახდეს რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოს მოქალაქეები არ დავნებდებით. საქართველო არ გახდება რუსეთი. საჭიროა მტკიცე და ერთიანი პასუხი რეპრესიებზე. დემოკრატიული სამყარო ხედავს ჩვენს ბრძოლას და სოლიდარობას გვიცხადებს. ახლა როგორც არასდროს აუცილებელი ერთმანეთის გვერდით დგომა, მოქმედება და პროტესტი. ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ და ამ ბრძოლაში ერთად უნდა გავიმარჯვოთ.